ეს არის პასუხისგებლობით ახსავსე თავრობის მოქმედება. პასუხისგებლობით დღევანდელი თაობების და იმ მილიონობით ქართველის წინაშე ყველა ეთნიკური წარმომავლობის, რომელიც დაიბადება შემდგომი საუკუნეების განმავლობაში. 21 წელი 2008-ში ვეღარ განმეორდება. პირველად 6 რიცხვში დაიწყო მაღლიდან დაბომბვა გორში. 1-2 დღე როგორც იყო სარდაფებში ვისხედით მეც და ჩემი შვილიც და გავძელით, მაგრამ მესამე დღეს უკვე ძალიან ინტენსიურად რომ უფრო მოემატა ეს დაბომბვა, იძულებული გავხდი რომ ჩემი შვილი გადამერჩინა. წამოვიყვანე გორიდან. წამოვედი იქიდან მარშრუტკით, იყო თბილისელი ბიჭი, ახალგაზრდა, 2 შვილის მამა, ძალიან კარგი ადამიანი. აი ძალიან გვარდასახელი არ ვკითხე. იგუეთში ჩავიდა ქალი და უთხრა რომ ისო რამდენი უნდა გადავიხადო შვილო და არაფერი არ უნდა გადაიხადოთ, სანთელი დაანთეთ და ილოცეთ რომ მშვიდობა იყოსო. მე ძალიან გამეხარდა და ამ კაცმას თქვა მე იმიტომ არ ჩამოვსულა რომ ფული გამოვართვა ხალხს, მე იმიტომ წამოვედი რომ ჩვენ ხალხს დავეხმარო და სხვათა შორის ის ბიჭი იყო თურქი. არ იყო ქართველი, მაგრამ აი ძალიან მეამაყება რომ ეს ყველა გვეხმარება და ყველა პატივს აკეთებს. ჩამოვედით აქ კარავში ვართ. აი ეს უკვე რამდენიმე დღე 4 დღე ვიყავი კარავში, მე ისე უკან ვიფიქრე დავბრუნებულიყავი გორში, მაგრამ სოფელია სვენეთი იმ სოფელთან რომ მივედით დავინახეთ ტანკებით როგორ მოძდევდნენ ჟურნალისტებს, როგორ ხოცავდნენ, როგორ ართმევდნენ მანქანებს, მარშრუტკებს, ხალხს საბუთებს ართმევდნენ, ფულს ართმევდნენ, სცემდნენ. 2 ბიჭი გადმოვიდა სირბილით, გვიშველეთო გამოვასწარით, რამის დაგხოცესო. ხო და როგორღა გავბრუნდებოდი, აბა მოვბრუნდი ისევ და ჩამოვედი ისევ აქ. საქართველოს არ აქვს არც დასაკარგი სახელმწიფოებრიობა, არც გასაცემი მიწები და არც სურვილი რომ ვინმეს ვასალის პოზიციიდან ელაპარაკოს. თანასწორად, ღირსებით და მეგობრულად ჩვენ დაველაპარაკეთ ყველა საკითხზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი მომავლის ინტერესი. და არავის ჯინზე და ჯიბზე ჩვენ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. ყველაფერს გვაძლევენ, საჭმელია, სასმელი, რამე, სულ ყველაფერს ტანსაცმელი, ყველანაირად გვეხმარებიან. ჩვენ ვიქნებით ევროპული თანამეგობრობის ღირსეული, თანასწორი, განსაკუთრებულად გამორჩეული წევრები. ამაში ვარ დარწმუნებული. ჩემი მეუღლე დარჩა სოფელში იყო და ვერაფრით ვერ გამოვიდა. მე 1-4 დღის მერე დაგვიკავშირდა რომ ცოცხალი ვარო და არ ინერვიულოთო. წუხელისაც დავრეკე და რა ვიცი ცოტა სიწყნარიაო, მაგრამ მაინც მეშინიაო და უფრო ახალგაზრდებს დაძდევენო და ჩემი შვილი 22 წლისაა და მე მაგის გულისთვის ვჩერდები რომ არაფერი არ მოუვიდეს. როდესაც ომი დაიწყო, ნათისავის დაკრძალვაზე ვიყავი, 7 თვის ბავშვი დაიღუპა და იქიდან მოვდიოდი. რომ შემატყობინეს რომ სროლებია და რაღაც საშიშროება რომ ომი დაიწყოს. ეს იყო 7 რიცხვში. როცა სახლში მივედი 8-ში უკვე ძლიერი დაბომბები დაიწყო. Ну, ახლა ჩვენ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენით თუ ეს დაბომბვა ამდენი ხანი გაგრძელდებოდა, გვეგონა მხოლოდ ცხინვალში თუ შევიდოდნენ და მას მერე აღარ გამოვიდოდნენ. აქეთ გორის მხარეზე აღარ წამოვიდოდნენ. ასე ვფიქრობდით, რომ მათი წადილი იყო მხოლოდ ცხინვალში შესვლა, მაგრამ ხედავთ როგორც თქვენ ხედავთ, ასევე ჩვენც დავინახეთ, რომ გორის რაიონებმა კი არა, გორმაც დატოვა, გორიელმა მოსახლეობამ დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიები და ყველანი წამოვედით თბილისში. ახლა ვიმყოფებით ლტოლვილთა კარვებში. რა ვიცი, ვნახე ჩემი თანასოფლელები ძალიან გამეხარდა. აქ დედამთილი, მული, მაზლის ყველანი ჩემ გვერდზე არიან მეოთხე კარავში. ქმარი შვილები, მხოლოდ დედმამა დამრჩა სოფელში. ახლა უკვე კონტაქტი გვაქვს და ომის პერიოდში საერთოდ არ ვიცოდი ისინი რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ხა ყველას მივეცით ხო გორში ყვება მიდიოდა ხო ეს დღეები ყოველს. კი, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობდა სრული დატვირთვით. სოფლებში პრობლემა არის, სოფლებში დღესაც არის სოფლები, სადაც ვერ შევდივართ. იქ კიდან ხალხი გამოყვავს, აი დღესაც მე მინდა ერთი რამ ამასთან დაკავშირებით. ეთნიკური წმენდის ყველა ფაქტი უნდა იყოს დოკუმენტირებული. 92-ში 13-ში ვერ მოახერხა მაშინდელმა საქართველოს მთავრობამ ამის დოკუმენტირება და მე ეს ჩაიფარცხა აფხაზეთში. აქ არც ერთი ადამიანის გამოგდება არავის არ უნდა შერჩეს. შეიძლება იმის გამო რომ ეს ადამიანები უნდა შევიყვანოთ უკან დღეს თუ არა ხვალ და ხვალ თუ არა ზეგ ეს ერთი და მეორე იმისათვის რომ ყველა ვინც ეს გააკეთა აგოს პასუხი ბოლომდე. საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენ შევიტანეთ საარჩევი ყველანაირ საერთაშორისო ორგანოში. გუშინ ჩვენი ადვოკატის ინტერვიუც იყო CNN-ზე, პაია მახავანის, ძალიან ცნობილი სპეციალისტია საერთაშორისო სამართლის. და ამას ჩავყვებით საფლავში ბოლომდე ყველას ვინც თითოეულ დამწვარ სახზე, თითოეულ განადგურებულ ოჯახზე. ესენი აგებენ გაძარცულ ჩვენ მოქალაქეზე აგებენ ესენი პასუხს. მთავრობა ძალიან ცდილობს რომ ამ ტოლებს ყველგან და ყველა კარავში კი არა ალბათ სკოლებშიც მიაწოდოს დახმარება შეძლების და გვარად და ძალიან დიდი მადლობელები ვართ ჩვენ პირადად მთავრობისაც და საზღვარგარეთსაც რომლებიც ასეთ დაფინანსებას იძლევიან საქართველოში. პირადად მე უფრო მეტად ვარ მადლობელი ჩვენი მერიის ჩვენი მთავრობის რომ ჩემი შვილიშვილი ცუდად გახდა, შულტირებული ბავშვი იყო, სასწრაფოთი გადავიყვანეთ აქედან და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში. გაუკეთდა კომპიუტერი, ყველანაირი დახმარება უფასოდ. რა ვიცი, ესენი რო არ გამოჩვენიყვნენ, ალბათ ბავშვი დაგვეღუპებოდა, რომელზეც წელიწადი და ერთი თვე საავადმყოფოში გავატარეთ. ასე გადავარჩინეთ და შევინარჩუნეთ ის ბავშვი. რა ვიცი, მადლობლები ვართ. პრეზიდენტო, მთელი ეს დღეები ადგილობრივი ეპარქიის და სასულიერო პირების მელფე ანდრიას მართლაც თავდადებული. მე მინდა მადლობა უთხრა მაცაც და მინდა მადლობა უთხრა ყველა მეუფეს და მის უწმინდესობას, იმიტომ რომ ძალიან გაბედულად ჩავიდა ყველგან, შეხვდა ყველას და მთელი ეს პერიოდი ეკლესიამ დაანახა ნამდვილი ღირსება და პატრიოტიზმი საკუთარ საზოგადოებას და საკუთარ პრეულს. ყველა ეთნიკური წარმომავლობის და ყველა აღმსარებლობის ადამიანებს ეხმარებოდა. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა წესრიგში იყო? რადგან გილაურთმები და უდგას, ესე იგი წესრიგში. როგორც კი დავარცხენია ხოლმე საუბრობას პრობლემები. ყოველდღიური კონტროლის მოხდისებში აბსოლუტურად ყველა სურსათის მომარაგება, პოლის, ბენზინის, დიზელის აბსოლუტურად ყველაფერს კონტროლს. თქვენ სამოქალაქო რეგისტრები ბევრი დაგმიგდეს? არა, ერთ-ერთი ვერ დაგვინგრეს მათ შორის არც გორში და რეგისტრი გორში დანაღმული არის მინდა გითხრა. ვიცი, ამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ იქ ჩასვლა, მაგრამ როგორც კი იქნება ელემენტარული ინფრასტრუქტურა გათავისუფლებული ამ ნაღმებისგან ჩვენ რატომღაც ამ ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებდა თანამედროვე შენობები ნებისმიერ წარმომავლობას. თანამედროვებას რაც აგონებდა დაწყებული სკოლის კომპიუტერები და დამთავრებული შენობებით ყველაფერი აღიზიანებდა. ეს არის განახლებული სახელმწიფოს სიმბოლო, ახალი სკოლა, ახალი რეესტრი, ახალი პოლიცია, ეს სიმბოლოა სახელმწიფოს. ეს პრობლემა სწორედ ის არის, რომ დაგვინგრიეს ასე სიმწრით აშენებული ულამაზესი ობიექტები თამარაშენში და ქურთაში. და ზემო აფხაზეთში. არა უშავს, დაუბრუნდებით და 100 ჯერ უკეთეს სავაშენ. ადრე. ყველაზე პატარა არის, რო იცოდეთ? ხო, ესე იგი, აბა შენ იძახი იმას, რასაც პირველად და ვიმეორებ თუ ყველა, ხო? ჯოს. მარჯა! გაუმარჯა! გაუმარჯა! არის, ეხლა ტაში დაუკრათ ერთმანეთს. ეს
კარგია. ძალიან ერთი სადღაც 4 წამი ყველამ დაუკვიროთ ხმამაღლა იხმა ხელები ავწიოთ და ვიღრიალოთ, აბა? ხეზე ჩიტი, ფეხბურთი. ფეხბურთი რო ვითამაშოთ, ეგრე ფუძობლები. სირბილში შეძილი. კიდე Cara, aquele é cheio de saco.